აი ჩემო მეგობრებო, რომ ეკითხებით ხოლმე, რა ვჭამო, თქვენ რო ხალხმა გისმინოთო, საერთოდ მშივრები უნდა ვიყოთო, კვების კონსულტანტები ყველაფერს გვიგრძალავთო, რა უნდა ჭამოთ და მარწყვი. აქვე შეგახსენებ, რომ პერსონალური მენიუ შესადგენად პირადში უნდა მომწერო. 100 გრამ მარწყვში 7.7 გრამი უჯრედისია. 4.4 გრამი შაქარი და ეს ყველაფერი არის სულ რაღაც 32 კილოკალორია. რაც ყველაზე მთავარია, მარწყვი შეიცავს 91% წყალს. ამიტომ ჩვეულებრივ შეგიძლიათ მიირთვათ თუნდაც ყოველ დღე გემრიელად, ოღონდ შაქარი არ დააყაროთ, მურავა არ მოხარშოთ, არ დააბლენდეროთ და ისიამოვნეთ ბუნებრივი ცოცხალი მარწყვით. ეს ასევე გაითვალისწინეთ, რომ მარწყვიც და სხვა პროდუქტებიც უნდა ჭამოთ მაშინ, როცა მათი დროა. იანვარში, სექტემბერში და ასე შემდეგ მარწყვი არ იჭმება. ის მოყვანილია ხელოვნურად, სასუქებით და იმისგან სარგებელი ნაკლები იქნება. ამიტომ, სანამ მარწყვის სეზონია, ჭამეთ მარწყვი, მადლობა არ არის საჭირო. თუ გაინტერესებს კიდე რა უნდა ჭამო, მომწერე. მოდი, ვილაპარაკოთ.